როცა ქალიშვილის გაჩენა უნდა და არ შეუძლია, ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესია. დედები, რომლებიც ბავშვს წლობით ელოდებიან. როგორი იყო პირველი რეაქცია, როდესაც თქვენ გაიგეთ, რომ ორსულად ხართ? არ ვიცი, არ მახსოვს. არ გახსოვს? დღეს ექიმები უშვილობის პრობლემას გადაჭრიან. მე 11 წელს გაჩნდა ანასტასია. გაიგეთ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ. საშიშია თუ არა თქვენი ხალები. სტუდიაშივე გავაკეთოთ ლენოკას ხალის დიაგნოსტიკა. ექიმები გასწავლით, როგორ ამოიცნოთ კანის კიბოს ნიშნები. კარგად დავიმახსოვროთ ეს ამბანი. სპეციალური სტუმრები, მოსწავლეები ხობიდან, ექიმების ანალოგი, ნახეთ დღეს ექიმებში. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის მე, ნინო, დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. თუ ორსულობის მიღწევა თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის უკვე დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს, თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიოში წყვილების თითქმის 15% უნაყოფოა. უნაყოფობის დიაგნოზი იწვევა მაშინ, როდესაც წყვილს რეგულარული დაუცველი სექსი აქვს 1 წლის განმავლობაში და ორსულობა ვერ იქნა მიღწეული. როცა ქალიშვილის გაჩენა უნდა და არ შეუძლია, ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესია. მაგრამ ხშირად ჩემი პაციენტები უფრო მეტად იცით რაზე ნერვიულობენ, იმაზე რომ ქმარი, დედამთილი და ზოგადად ქმრის ოჯახი ძალიან ცუდად აგრძნობინებენ ქალს თავს უშვილობის გამო. შვილს ვერ მიჩენსო და ესეც სისულელებს რომ ამბობენ ხოლმე, ხო? აი ბატონ დავით ლოლაძის ტერმინოლოგიით რო ვისაუბროთ, ესეც საუბარი უბრალოდ ტეხავს. ნამდვილად ტეხავს ლევან, თან სტატისტიკურად უშვილობის შემთხვევების 40% არის მხოლოდ ქალის მიზეზი, ასევე 40% არის კაცის პრობლემის გამო და დანარჩენი 20% წყვილის პრობლემაა, ანუ შეუთავსებლობას რო ეძახიან. მოკლედ, ვისი და რისი ბრალიც არ უნდა იყოს ეს პრობლემა, კარგი ამბავი ის არის, რომ თანამედროვე მედიცინას ხშირ შემთხვევაში ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია. არსებობს უამრავი ეფექტიანი თერაპია და მკურნალობის მეთოდი, რომელიც არაერთ უშვილო წყვილს აძლევს ბავშვის გაჩენის შანსს. დროა დღევანდელი გადაცემის პირველი გმირი გავიცნოთ. მაია საგინაშვილი 43 წლისაა და წლების განმავლობაში ოცნებობდა შვილის გაჩენაზე. მაია დღეს ჩვენთან სტუმრად არის და ძალიან კარგი სურპრიზიც აქვს. მივესალმოთ მაია საგინაშვილს. მოვედი, რა მაგარია, ლამაზი ხარ ძალიან და მოდი ჩვენთან დაბრძანდით. როგორ გძნობ თავს? მადლობთ, კარგად. ფეხმძიმედ ხარ, მე მგონი მართალია, ხო? კი, როგორც ეთყობა. გილოცავთ პირველ რიგში წყალი მიირთვით და როდის ელოდებით ბავშვს? ივნისის ბოლოს. ივნისის ბოლოს. ერთია თუ ორი? ორი. ორი. რამდენი წელი ცდილობდით შვილის სკოლას? რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ეგრეთ წოდებული უშვილობა თქვენთვის? 10 წელია სულად გათხოვილი ვარ. 10 წელია. 10 წლის განმავლობაში შვილის მოლოდინი მქონდა, კი. დიახ, ორი ფეხმძიმება ჰქონდათ, რაც დასრულდა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ბოლომდე ვერ მიიყვანეთ. ამ 10 წლის მანძილზე თქვენ მკურნალობდით? კი, მკურნალობდი, დავდიოდი ძალიან ბევრ კლინიკაში. ნუ ბოლოს მივედი ინვიტროში. როგორი იყო პირველი რეაქცია, როდესაც თქვენ გაიგეთ, რომ ორსულად ხართ და ორსულობა მიდის ძალიან კარგად? არ ვიცი, არ მახსოვს. ვერ არ გახსოვს? ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ აი, ვიცი. ესე იგი ბედნიერება ხანდახან დაიწყება ციცით, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ბედნიერება გრძელდება. მეუღლე? მეუღლესაც ძალიან უხაროდა. ნუ მოკლედ ძალიან დიდი სიხარული გაქვთ ოჯახში და ეს მისახანმებელია. მოდი ახლა ჩვენი მაყურებლისთვის ავხსნათ თუ როგორ ხდება განაყოფიერება და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს რეპროდუქციულ სისტემაში. გრაფიკა დაგვეხმარება ამის ახსნაში, შევხედოთ მონიტორს. მამაკაცის სათესლე ჯირკვლები ყოველდღიურად დაახლოებით 9 მილიარდ სპერმატოზოიდს წარმოქმნის. ქალის საკვერცხეებში კი ჩვეულებრივ 1 ან მაქსიმუმ 2 კვერცხუჯრედი მწიფდება და იძენს განაყოფიერების შესაძლებლობას. განაყოფიერება მხოლოდ და მხოლოდ ოვულაციის პერიოდში არის შესაძლებელი. თვიური ციკლის იმ მომენტში, როდესაც ქალის ჩამოყალიბებული მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება საკვერცხედან და მოგზაურობს ეგრეთ წოდებულ ფალოპის მილში. იმისათვის, რომ მოხდეს განაყოფიერება, ერთ-ერთმა სპერმატოზოიდმა უნდა მიაღწიოს და გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, ვიდრე ის ფალოპის მილში მოძრაობს. ამის შემდგომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უკვე ჩაინერგება საშვილოსნოში, კედელზე დაფიქსირდება და ამგვარად ჩნდება ემბრიონი, ანუ ჩანასახი, რომელიც შემდგომ იწყებს განვითარებას.
თავარი, რაზეც ვარ დამოკიდებული ჩვენ წარმატებაში, ეს არის სწორი დიაგნოზი, სადაც აბსოლუტურად ფასდაუდებელია კლინიკო-ლაბორატორიული შეფასების როლი, მათ შორის ეხოსკოპიის. აუცილებელია განაყოფის პათოლოგიის გამორიცხვა, რომელიც ხდება მე-11-მე-13 კვირებზე, აჩვენებს დედას ნაყოფის სახეს სხვადასხვა პათოლოგიებს, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს და ნორმალურად მიმდინარე ორსულობაშიც კი ძალიან დადებითი ემოციის მომტანია ორსულისთვის. მაიას შემთხვევაში ვიცით რომ იყო რაღაც პრობლემები, თუმცა საბედნიეროდ ეს პრობლემა გამოსწორდა და არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს, არა თუ ერთი, არამედ ორი. ჩვენ ახლა ექიმი შემოგვიერთდება და გვეტყვის კონკრეტულად თუ რა პრობლემა ჰქონდა მაიას, რატომ არ გაუჩნდა მაიას ამდენ ხანს ბავშვი და რა პროცედურა ჩაუტარდა მაიკოს. მიესალმეთ კლინიკა In Vitro-ს გინეკოლოგი, ქირურგი, ლაპარასკოპისტი გიორგი დოლიძე. გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა მომზადებისთვის. პაციენტი უკვე აღარ პაციენტი, უკვე ორსული დედა დაგახვედრეთ. პაციენტს ვეღარ დავარქმევთ. გიორგი, მოდი მოკლედ ავხსნათ რა პრობლემა ჰქონდა მაიას, რის გამოც მას არ შეეძლო შვილის ყოლა. დადგენილი იქნა საშუალო ზღრუში პროცესი, რომელსაც პოლიპი ეწოდება, წარმონაქმნი საშუალო ზღრუში, რომელიც იწვევს უშვილობას და გარდა ამისა სხვა არასასიამოვნო ფაქტორიც არის ის მალიგნიზაციას, რაც ნიშნავს გაავთვისებიანებას. ერთი სიტყვით ორი საქმე გავაკეთეთ მასთან. და როგორ გადაჭერით ეს პრობლემა? რა ჩარევა იყო? ჩარევა გახდათ როგორც ლაპარასკოპია, ანუ მუცლის ღრუში ორგანოების დათვალიერება და პრობლემის მოხსნა და მეორე კვლევა და ასევე მკურნალობა, გისტეროსკოპიული მკურნალობა, რომლის დროსაც საშუალო ღრუში ხდება დათვალიერება საშუალო ღრუს სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით, გამოსახულებას ვიღებთ ეკრანზე. ეკრანზე ნანახი გამოსახულება, პრობლემა იხსნება სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით, რომელსაც ელექტრომარყუჟი ეწოდება. გასაგებია. ანუ ესე იგი 10 წელი შეიძლება ადამიანი იყოს უშვილოდ და რაღაც სულ ელემენტარულმა ლაპაროსკოპიულმა ჩარევამ ესაზღვა გამოიყოს ისეთი წვინვალი შედეგი, რომელსაც ახლა ვხედავთ. ყოველ შემთხვევაში მივიღეთ. გიორგი, ჩამოგითვალეთ, სამი ძირითადი პრობლემაა დაავადება, რომლის გამოც დაორსულება ვერ ხერხდება და რომლის დროსაც ზუსტად თქვენი ტექნოლოგიები, თქვენს მიერ ათვისებული ტექნოლოგია და ქირურგიული მკურნალობის მეთოდიკა არის გამოსადეგარი ამ პრობლემის გადასაჭრელად. პირველ რიგში ვიტყვი იმ პრობლემაზე, რომ პრობლემაც მაიასთან იყო, ეს გახლავთ ენდომეტრიოზი. საშუალო ღრუში არის ქსოვილი, რომელიც ქსოვილსაც მარტივენაზე რო ვთქვათ, ქვია ენდომეტრიუმის ქსოვილი. ციკლის 28 ამონფენილი არის საშუალო ღრუში. როდესაც საშუალო ღრუში არსებული ქსოვილი გადადის თუნდაც საკვერცხელზე, თუნდაც მილზე, თუნდაც სხვადასხვა ორგანოებზე, ამ დროს იჩენს თავს შეხორცებითი პროცესი, რადგან აი მივედით იმ პრობლემამდე, სადაც ქვია შეხორცებითი პროცესი, რომელიც ელემენტარულად იწვევს მექანიკურ დახშობას. იკეტება მილის სანათური რეალურად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა. ანუ გამტარი აღარ არის, გამტარი არ არის, კიდევ უფრო შემდეგ. სხვა კიდევ უფრო ასევე აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც არის მიომური კვანძები, ყველასთვის ცნობილი, რომელიც იწვევს უშვილობას ასევე. ყველაზე მიომური კვანძები, გიორგი, ავხსნათ, ეს არის ის ჩანართი. ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილში. არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე კისტების არსებობა, საკვერცხლის კისტების არსებობა, რომელიც ასევე და ზუსტად პრობლემას უქმნის. რამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია ზუსტად ენდოსკოპიური ქირურგიის გამოყენებით. საერთო ჯამში ბუნებრივია მკურნალობასთან ერთობლიობაში იძლევა ისეთ კარგ შედეგებს, რასაც თქვათ უკვე ორსულობა ჰქვია. და ამ პროცედურების შემდეგ რამდენ ხანში დაორსულდით მაია თქვენ დაახლოებით მარტივად რომ ვთქვათ? მე დაორსულდი 3 თვეში. თქვენი დახმარებით და თქვენი კლინიკის საერთო ჯამური მუშაობით მაია უმოკლეს პერიოდში დედა გახდება 1 თუ 2 თვეში, ხო? სქესი თუ იცი? გოგონები არიან. გოგონები. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ გულშემატკივრებს და გილოცავთ ამ ყველაფერს კარგი ასრულებას გისურვებთ. ცოტა ხანში ექიმებში როგორ შევიმოწმოთ საკუთარი კანი? ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს ისეთი ავთვისებიანი და საშიში პათოლოგია, როგორც არის მელანომა. აი აქ გვაქვს დაფაზე ხალების ამბანი. ჩვენი გადაცემის შემდეგი გმირი ნონა ქადაგიძეა, რომელიც 11 წელი ცდილობდა დაორსულებას. 11 წლიანი მცდელობის შემდეგ ნონა ხელოვნური განაყოფიერების გადაწყვეტილებამდე მივიდა. მიევესალმოთ ნონა ქადაგიძე ექიმების სტუდიაში. როგორც ხედავთ, ნონა მარტო არ მოსულა, ის 7 თვის ანასტასიასთან ერთად არის, რაც ორმაგი აპლოდისმენტების ღირსია. გილოცავთ პირველ რიგში. ძალიან გვიხარია თქვენი ამბავი. ვიცით რომ დიდი ხანი ელოდებოდით აი ესეთ უმშვენიერეს შედეგს, რომელიც ახლა ჩვენთან არის სტუმრად. თუ შეიძლება მოგვიყევით, რა გზა გამოიარეთ
და როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე? რთული და მძიმე გზა იყო. მე-11 წელს გაჩნდა ანასტასია. მანამდე მქონდა უამრავი მცდელობა, შედეგი ვერ მივიღეთ. და საბოლოოდ მიზეზი ამუშულობა, რას გეუბნებოდნენ შეუთავსებლობა. დიახ, მივედით ინვიტრო განაყოფიერების გადაწყვეტილებამდე. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო მაყურებლისთვისაც, რომ ერთი წელი თუ თქვენ არ ყავთ შვილი და გინდათ ორსულობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ცოტა დავაგვიანეთ მე მგონი. შედეგიც დაგვიანებული, მაგრამ ძალიან ლამაზია. საოცარი შედეგი. ამის ლუდინი ღირდა 11 წელი. თქვენ თქვით რომ კურნალობდით და კიდე სხვადასხვა რაღაცებს აკეთებთ. ეს სხვადასხვა რაღაცები რა იყო? კურნალობა ეს იყო სხვადასხვა ექიმებთან, ანუ იქ კაი ექიმია, მე მიშველა და მიდიხარ, და დრო გავიდა ძალიან მალე. კი. მისაბაძი შეუპორობა გამოგიჩენიათ რომ არ დანებდით და ამდენი მცდელობების მერე აგზელებდით, იმიტომ რომ ბევრი წყვილი ვიცი, ვისაც მართლა ხელი ჩაუქნევიათ რატომღაც და ასე პესიმისტურად განწყობილები დარჩენილან. რამდენჯერ ჩატარდა ხელოვნური განაყოფიერება და მე რამდენი მცდელობაზე დადგა რეალური შედეგი? 3 ჯერ ჩატარდა ხელოვნური განაყოფიერება, მესამეზე ანასტასია. იმიტომ რომ ანასტასიას ელოდებოდა ეს შედეგები ყველაფერს და ანასტასია. კონკრეტულად რა არის და როგორ კეთდება ხელოვნური განაყოფიერება, ანუ in vitro ამაზე სპეციალისტი მოგვიყვება მაშ ასე მიესალმეთ კლინიკა in vitro-ს დამფუძნებელი და დირექტორი მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნატალია ხონელიძე. გამარჯობა ნატალია. მობრძანდით, პირველ რიგში წყალს მოგართმევთ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რამდენი წარმატებული in vitro განაყოფიერება გაკეთებულა თქვენს in vitro კლინიკაში და რამდენი ბავშვი მოევლინა თქვენის დახმარებით ჩვენს სამშობლოს და ქვეყანას ანასტასიას ჩათვლით, რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, რომ 5000-ზე მეტი ბავშვია დაბადებული in vitro განაყოფიერებით მხოლოდ ჩვენს კლინიკაში. ეს მისასალმებელია. და დღევანდელი ჩვენი პაციენტები ნამდვილად ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სწორად მიმართო ძალიან სწორ დროს და გაითვალისწინო ექიმის ყველა რჩევა და დარიგება მიუხედავად იმისა, რომ ნონას ჰქონდა როგორც მოგახსენათ ორჯერ იმედგაცრუება, მიუხედავად ყველაფრისა, ის ბოლომდე მოყვა და ვინც ბოლომდე მოყვება, სასურველ შედეგსაც მიიღებს აუცილებლად. მოდით ამის შემდეგ უფრო ბევრი პაციენტი რომ მოყვეთ ბოლომდე, თუ შეიძლება მათ აუხსნათ მარტივად გასაგებად რა არის in vitro განაყოფიერება, რა პრინციპზეა დაფუძნებული. მითიც არსებობს ამ in vitro განაყოფიერებასთან დაკავშირებით ის, რომ ის არ არის ბიოლოგიური შვილი, ის არ არის, რა ვიცი, სრულფასოვანი ბავშვი, პიროვნება, ადამიანი და ასე შემდეგ და მოდით ეს ყველაფერი გავაქროთ საზოგადოებაში, ავხსნათ ძალიან მარტივად, როგორ ხდება, რა პრინციპით და რატოა ეს ადამიანები ჩვეულებრივი შვილები, ჩვეულებრივი მშობლების. ყოველი წყვილი, რომელიც ჩვენ მოგმართავთ, ელოდება თავის გენეტიკურ შვილს. და ეს ზუსტად ესეც არის. დაბადებული ბავშვი არის თავიანთი ბიოლოგიური მშობლების გენეტიკური შვილი. ჩვენ სტიმულაციას ვაკეთებთ ჰორმონალურ მხარდაჭერას, ანუ ქალბატონთან, რომელშიც მწიფდება არაერთი ფოლიკული, არამედ რამოდენიმე ფოლიკული და ჩვენ ვიღებთ კვერცხუჯედებს. შესაბამისად, მამაკაცისგანაც ვიღებთ სპერმატოზოიდს, ვანაყოფიერებთ, თუმცა ეს განაყოფიერების პროცესი პირობითად სინჯარაში მიმდინარეობს, თუმცა ეს არის ინკუბატორი, სადაც ზუსტად იგივე რეჟიმია, რაც არის საშვილოსნოში და მხოლოდ ამის შემდეგ ეს იქნება 2 დღე, 3 დღე თუ 5 დღე, უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯედი, ანუ ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ემბრიონი ქვია, გადადის საშვილოსნოში. ასე რომ ყველა შემთხვევაში ეს არის გენეტიკური შვილი თავიანთი მშობლების, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ვერანაირად ვერ ხერხდება, მივიღოთ გენეტიკური კვერცხუჯედი, ანუ მშობლების კვერცხუჯედი და სპერმატოზოიდი და ამას, როგორც მოგახსენეთ, თავისი ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში მაინც უფრო ასაკი ქალის, ამ შემთხვევაში იძულებული ხდებით, რომ ჩავატაროთ დონაცია ან სუროგაცია, თუმცა აუცილებლად წყვილის სურვილით. თქვენ ბრძანეთ, რომ რამოდენიმე დღეში ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში, მაგრამ მე ვიცი, რომ შესაძლებელია თქვენთან ემბრიონის გაყინვა. ანუ თუ წყვილს უნდა რომ რაღაც დროის შემდეგ თქვათ კიდევ გააჩინოს in vitro განაყოფიერებით ბავშვი, შესაძლებელია წლების განმავლობაში შეინახონ ემბრიონი და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ მოხდეს ემბრიონის გადატანა. ემბრიონის შენახვა უკვე რამოდენიმე წელია ხდება ჩვენს კლინიკაში. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ერთი ცდით დავამთავროთ პროცესი, რომელსაც ქვია ხელოვნური განაყოფიერება, მაგრამ ზოგჯერ წარმოიშვება იმაზე მეტი კვერცხუჯედი, ვიდრე დაუშვათ იმ წუთისთვის არის საჭირო. ამდენად შესაბამისად გვაქვს გაყინული ემბრიონები. მედიცინა მივიდა უკვე იქამდე, რომ არა მარტო ემბრიონის, არამედ კვერცხუჯედის შენახვაა შესაძლებელი და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი წყვილებისათვის, ჩვენი ქალბატონებისა და მეუღლეებისათვის, თუნდაც მარტოხელა ქალბატონი, რომელმაც ვერანაირად ვერ მოახერხა დაუშვათ გათხოვება, ან კიდევ კონტაქტი არ აქვს მამაკაცთან. და
და 38 წლამდე ვერ დაგეგმა შვილის ყოლა, ხო? მას შეუძლია თავისი ოციტების გაყიდვა. ანუ ყველა შემთხვევაში ადამიანი უნდა მოუფრთხილდეს თავის რეპროდუქციულ ფონდს. დღეს არ არის სიტუაცია, რომ მას ბავშვი ყავდეს, ხვალ შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს. ამიტომ ეს მეთოდიკა აუცილებელია. მოკლედ, ქალბატონებო და გოგონებო, გაუფრთხილდეთ თქვენს კვერცხუჯრედებს. და ერთი გადაინახეთ აქვს იმისი საშუალებამ, რომ თქვენი სურვილი აასრულოს, თუნდაც კრიტიკული ასაკის პირობებშიც კი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებული ინვიტრო განაყოფიერებისათვის ქალის ასაკს. 38 წლამდე უფრო დიდი შანსია წარმატებული იყოს ეს ინვიტრო, ვიდრე შემდგომ ასაკში და 40 წლის ზემოთ. ურჩიოთ პაციენტებს, გავიკეთოთ ინვიტრო თუ მიმართოთ სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებს. მე მაინც პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ ვარ მომხრე იმისი, რომ პაციენტმა უშუალოდ მომართოს კლინიკა ინვიტროს და ჩაიტაროს განაყოფიერება ამ მეთოდით. ყველა აბსოლუტურად განწყობილია ისე, რომ ბიოლოგიური მეთოდით, ყველა ალტერნატიული ცდით მოხდეს ოშვილობა. უკანასკნელ შემთხვევაში, როდესაც სხვა შანსი არ არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვურჩევთ ჩვენ პაციენტს მიმართოს ხელოვნურ განაყოფიერებას, რასაც ინვიტრო განაყოფიერება ქვია. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ფართე და ძალიან გასაგები ახსნისათვის და ეხლა არ შემიძლია ერთი სურვილი არავისრულო და მინდა ანასტასია ხელში ავიყვანო და ისე დაგემშვიდობოთ ქალბატონო ნონა და ქალბატონო მაია. ქალბატონო ნონა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიყვანეთ ეს არაჩვეულებრივი არსება, რომელიც ასე იჯდა და გვისმენდა ყურადღებით. ძალიან დიდი მადლობა და უკნიოთ ხელი. და მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ მედიცინა ძალიან დიდი სიხარულის მომტანი პროფესიაა და მჯერა რომ სწორად მაქვს არჩეული ჩემი პროფესია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატალიას, ქალბატონ ნონას და ყველაზე ძალიან დიდი მადლობა ანასტასიას ჩვენთან სტუმრობისთვის. როგორც ჩვენთან მოსული წერილებიდან ირკვევა, მაყურებელს თურმე ძალიან აინტერესებს ერთი თემა, რომელიც ერთ შეხედვით ძალიან უწყინარი და უმნიშვნელოა. ეს არის ხალები. ხო და ეხლა დავადგენთ თუ როდის არის ხალი უწყინარი და რა შემთხვევაში ხდება ის საშიში. იცოდით, რომ ადამიანს საშუალოდ 10-დან 55-მდე ხალი აქვს. მათი უმეტესობა 40 წლამდე ასაკში ჩნდება და შესაძლებელია, რომ ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად ზოგიერთი გაფერმკრთალდეს და სრულად გაქრეს კიდეც. პრინციპში, ნინო, ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხალების სინამდვილეში უბრალოდ პიგმენტური ლაქებია და წარმოიქმნება პიგმენტური უჯრედების მელანოციტების ერთ ადგილას შეგროვების შედეგად. კოტე უამრავ ადამიანს გაუცრო ეხლა შენ იმედი, იმიტომ რომ გავრცელებული სრულწმენა რომ ხალები ბედნიერების ნიშანია და შენ კიდე ეუბნები რომ უბრალოდ მუქი ფერის უჯრედების გროვა არის. მეგრეა, რეალობა ასეთია. ხალებს არათუ ბედნიერება არ მაქვს, ხშირად შეიძლება უბედურებაც კი მოიტანონ მელანომის, ანუ კანის კიბოს სახით. თუმცა, ნუ დაიზაფრებით, ეს შედარებით იშვიათ შემთხვევაში ხდება და ჩვენ გასწავლით თუ როგორ ამოიცნოთ კანის კიბოს ნიშნები. ბედნიერების და ხალების ურთიერთკავშირი არ ვიცი კოტე, მაგრამ ზოგიერთ მართლა უხდება რა? ზოგს უხდება და მე ვიცი ვისაც უხდება. მე მგონი სტუმრად უნდა მოვიწიოთ საქართველოში ყველაზე ცნობილი ხალის პატრონი, მაშ ასე მივესალმოთ მოდელი უმშვენიერესი ლენუკა ყიფშიძე. გამარჯობა ლენუკა, მე მგონი ეს შენი ხალი უკვე შენი სავიზიტო ბარათი გახდა და ხალხს არ წარმოვიდგენი ხარ მის გარეშე და შენ წარმოვიდგენია შენი თავი ამ ხალის გარეშე? ეხლა უკვე აღარ წარმომიდგენია, თავიდან რაღაც ბავშვობაში უფრო კომპლექსები მქონდა, რაღაც ხალი და მინდოდა მოშორება და დამცინოდნენ ასე ვთქვათ სკოლაში, რომ რამხელა ხალი აქვს და მე უკვე ხოიც რა ეხლა შენ შეგიძლია ხმამაღლა დაცინო აქედან ეთერიდან პირდაპირ ადამიანებს ვიჩენ გარეგნობაზე დაცინო და ხალი მართლა შეიძლება იყოს ადამიანის ინდივიდუალიზმისა და იმიჯის ნიშანი და რამოდენიმე ცნობილი ადამიანი არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. მაგალითად, უმშვენიერესი სინდი კროუფორდი, ნატალი პორტმანი, ალბათ ყველას გაგახსენდათ, მასაც ძალიან უხდება ეს ხალი, რომელიც მის მარჯვენა ლოყაზეა. რა თქმა უნდა, ძალიან სექსუალური ქალბატონი ევა მენდესი და ბოლოს მერლინ მონრო. საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ნახე, როგორ ხალებთან ერთად რიგში დგეხარ და ამშვენებ ამღერად. ბევრი ვიცი, ვინც მოიშორა ეს ხალი, მაგალითად მადონა. ლენუკა, გაგონილი გექნება ალბათ, რომ ხალის ქონა შეიძლება საშიში იყოს. გარდა დაცვინის ობიექტისა, თუ როდესმე ყოფილხარ შეშინებული, ამიტომ ექიმთან თუ ყოფილხარ, თან ახსენეთ რადგან მოცილებაც მინდოდაო. ექიმთან ესე კონკრეტულად ხალის გამო არ ყოფილვარ, უბრალოდ როდესაც ვარ ვიკრავ, არ შეიძლება, ან გაგონილი მაქვს, ექიმმა მითხრა, რომ ფერი თუ იცვალა, ან თუ გაიზარდა, აუცილებლად და მიმართა ექიმს. ხალების უმეტესობა უწყინარი და უსაფრთხოა, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდებიან ისინი სიმსივნურები და გადაგვარებას იშვიათად განიცდიან. თუ როდის და რა ნიშნები აქვს ამ ყველაფერს, ამას ახლავე გეტყვით, შენს და მაყურებელსაც ერთად აგიხსნით ხალების შემოწმების ამბავს.
ხალების ზომა, ფორმა, ფერი და სტრუქტურა ძალიან მრავალფეროვანია. ხალი შეიძლება იყოს ღია, მუქი ყავისფერი, შეიძლება იყოს შავი, წითელი შეიძლება იყოს ასევე დაახლოებით. და ჩვენ წარმოიდგინე არსებობს ლურჯიც. გაგიგია? ლურჯი ხალი არასოდეს. ესე იგი არც გინახავს და მე შემიძლია გითხრა ასევე რომ არსებობს იასამნისფერი ხალებიც. შეიძლება კონდეს ხალს გლუვი ზედაპირი, ან იყოს ნაოჭებიანი და კანის ზედაპირიდან ზემოთ წამოწეული. აი აქ გვაქვს დაფაზე ხალების ამბანი, რომელიც უკვე ვახსენეთ და დაგვეხმარება ეს შევამოწმოთ საკუთარი ხალი და დავrწმუნდეთ რომ მასში საეჭვო არაფერია და მისი არსებობა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. საინტერესოა. მოკლედ, თქვენი ხალი შეიძლება იყოს მელანომა ან კანის სიმსივნე, თუ კი მას აქვს 5 მახასიათებელი. და შესაბამისად ეს მახასიათებლები იწყება A, B, G, D, E. ანუ ასიმეტრია, ბუნებრივი საზღვრები, განვითარება, დიამეტრი და ელფერი. დავიწყოთ ასიმეტრიით. ასიმეტრია შესაძლოა ხალის ფორმა, ანუ უნდა იყოს ხალი სიმეტრიული, მისი ნაწილები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული და ხალის ერთი მხარე თუ განსხვავდება მეორისგან, ეს შედარებით უკვე საშიში მდგომარეობა, საყურადღებო, მოდი ასე ვთქვათ. დაახლოებით ესეთი ნაწილის ხალი რო ავიღოთ და ეს ბევრად უფრო საშიში მდგომარეობა, ვიდრე ესეთი მრგვალი და სიმეტრიული ხალი. ასევე მიაქციეთ ყურადღება მის ფორმას. ეს გახლავთ ბუნებრივი საზღვრები, თუ ხალი არ არის მკვეთრად შემოსაზღვრული და მისი ბუნებრივი საზღვარი არის დაკბილული, ან ალაგ-ალაგ ფერმკრთალი და შეიძლება საზღვარი წყდებოდეს გარკვეულწილად, ეს ყურადღება მისაქცევი მომენტია და ახლობით ესე აიღოთ კი ბატონო და ამას ჯობია რომ ის ძალიან კარგად იყოს შემოსაზღვრული, მისი საზღვრები იყოს მკვეთრად დადგენილი კანთან მიმართებაში. განვითარება. ჩვენი აზრით რა შეიძლება ნიშნავდეს განვითარება? ხალზე შეიძლება წამონაზარდივით, თუ განვითარება რა მხრივ? ხალმა შეიძლება შეიცვალოს ზომა, ფორმა, ფერი, თუ იყო თქვათ, აი ამ ხელა, ის შესაძლოა გახდეს ხანში აი ამ ხელა. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება უნდა მოხდეს რაღაც დროში, თუ მოხდა აუცილებლად საყურადღებოა ეს მომენტი. თუ თქვათ 6 თვის უკან იყო აი ამ ხელა და 6 თვეში გახდა და დაიწყო სწრაფი ზრდა, ეს აუცილებლად საყურადღებოა და აუცილებლად უნდა მიმართოთ ამ შემთხვევაში ექიმს. ეს გახლავთ დიამეტრი თუ იცი საერთოდ ხალის სტანდარტული ზომა, ნორმა რა ხელა შეიძლება იყოს? ალბათ რაც ჩანს და არა ახლოს მიხვიდე და აკვირდე, ხო? რაღაც პატარა წერტილებით ეს არის ნორმა. დიამეტრს აქვს მნიშვნელობა, ხალის სტანდარტული დიამეტრი არის 3-დან 6 მმ-მდე. ეს არის მისი სტანდარტული ზომა, როდესაც მისი არსებობა აბსოლუტურად უსაფრთხოა და არანაირ ყურადღებას არ საჭიროებს. თუ მისი ზომა იმატებს, რა თქმა უნდა, მივმართავთ ექიმს. გახლავთ ელფერი, თუ ხალს აქვს გარდამავალი ფერები, არ არის 1 ტონში, შეიძლება გახდეს კანის კიბოს მანიშნებელი. რა თქმა უნდა, ეს ელფერის ცვლილებაც რაღაც დროს უნდა მოხდეს. ან ჯობია იყოს ცალსახად ერთი ფერის, შავი, ყავისფერი, თუნდაც ეს ცნობილი თუ უცნობი ლურჯი, ვიდრე შერეული და გარდამავალი ფერის. ან გარკვეულ დროში დაიწყოს მომ ფერის ცვლილება. მოკლედ, კარგად დავიმახსოვროთ ეს ამბანი: A ასიმეტრია, B ბუნებრივი საზღვრები, G განვითარება, დიამეტრი და ელფერი. ამ ყველაფერს შეფასებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენ ეს ყველაფერი თვითონ შეგიძლიათ აკონტროლოთ. სულ აკონტროლებ მე პრინციპში, სულ ვაქცევ ამას. და დავათვალიეროთ ჩვენ თვითონ სარკეში ეს ხალი ძალიან კარგია და კარგად იქცევი რომ აკონტროლებ და უყურებ და ამის შემდეგ ჩვენ უმედია დაგეხმარებით უფრო ზუსტად როგორ გააკონტროლო. ლენუკა, იცი თუ რა პერიოდულობით უნდა შეიმოწმო და რამდენად ხშირად შეიმოწმო წარმონაქმნების სხეულზე, ან ახალი ხალები? არ ვიცი. როგორ უნდა შეიმოწმო? არც ეგ არ ვიცი. არც ეგ არის. ხო და ახავე გაჩვენებ და გასწავლი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. დათო, ძალიან დიდი მადლობა. დაუბრუნდი ადგილს. დიდი მადლობა ექიმი. ჩვენ მქონდა გადაცემა ძუძუს კიბოზე, სადაც მაყურებელს ვასწავლეთ, რომ თვეში ერთხელ ქალმა ძუძუს თვით გასინჯვა უნდა ჩაიტაროს, რომ არ გამორჩეს ძუძუში არსებული ახალი წარმონაქმნები. შენ წარმოიდგინე და კანზე ზუსტად იგივე ინტენსივობით არის სასურველი და რეკომენდებული, რომ ადამიანმა მოახდინოს თავისი დათვალიერება. ეს ძალიან ადვილია და სამაგიეროდ დროული აღმოჩენის შემთხვევაში კანის კიბო აბსოლუტურად განკურნებადია და თავიდან არიდებას შევძლებთ. მოკლედ, აი რა უნდა გააკეთო. მოდი დადექი სარკესთან. დაათვალიერე პირველ რიგში შენი სახე. ტუჩები რა ლამაზია რა. და ყურები. ანუ ეს არის ძირითადი. ყურების უკანა მხარეც მათ შორის უნდა შევეცადოთ რომ დავინახოთ და შეეცადე რომ არ გამოგჩეს თუ რაიმე ახალი წარმონაქმნის შენიშვნა. თუნდაც უმნიშვნელო, თუნდაც წითელი პატარა მცირედი ლაქა. შემდეგ შეამოწმე უკვე შენი სკალპი, ანუ თავის თმიანი ნაწილი. ეს უნდა გაკეთდეს ესე. იღებთ სავარცხელს თავის ვარცხნისას და ყურადღებით ათვალიერებ კანის ზედაპირს. თუ იქ არის რაიმე საეჭვო წარმონაქმნი, ესეც აბსოლუტურად ყურადღება მისაქცევი მომენტია. ამის შემდგომ უკვე ითვალიერებ ხელებს, მათ შორის
თითაშორისი სივრცეები, რაც მნიშვნელოვანი ზონაა, ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს ვაჩვენოთ ლენუკას თითაშორისი სივრცეები აქვს აბსოლუტურად ჯანმრთელი და კარგი, ასევე ქვემოდან, შემდგომ ის არის ხელის ზედაკიდური შიდა ზედაპირები, იღლიის ზონა, წინა ზედაპირი, კიდურები, ქვედა კიდურები, ტერფები და ასე შემდეგ. მათ შორის მნიშვნელოვანია ძალიან კერდის არე და ზურგი. ზურგის დათვალიერება, რა თქმა უნდა, ასეთი მოძრაობით შეუძლებელია და სარკეში ცოტა ძნელია, ამიტომ არსებობს დამატებითი სარკე, რომელიც ქალბატონებს ყველა სახლში მოგეძიებათ. შეგიძლიათ უკანა სარკეში, ანუ აქედან ამის ჩახედვის საშუალებით აბსოლუტურად თავისუფლად შეაფასო შენი ზურგი. ან თუნდაც შენ უახლოეს ადამიანს თხოვო თუ რაიმე საეჭვო შენიშნავ იმ შემთხვევაში, რომ გითხრას არის თუ არა რამ. და ასევე კეფაც და კისრის ზონაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლენუკა და მაყურებელს მინდა უთხრათ, იმიტომ რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს ისეთი ავთვისებიანი და საშიში მავნე პათოლოგია, როგორც არის მელანომა. და რაც მთავარია, ის ნიშნები, რომელიც დათომ ჩამოთვალა A, B, G, D, E, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი. თუ შენიშნეთ და ასეთი, თქვათ, მნიშვნელობის ფაქტი აღინიშნა სადმე სხეულზე, აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეს ადამიანი. და კიდევ ერთხელ სასურველია ეს პროცედურა თვეში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდის შემდეგ, როდესაც კანი რუჯით არის დაფარული და სწორედ მაშინ უფრო მკვეთრად ჩანს ხოლმე ასეთი ახალი წარმონაქმნები. ასე რომ ეს გაითვალისწინე. აუცილებლად დიდი მადლობა. დიდი მადლობა კოტე, მართლა საფუძვლიანი ახსნა იყო. მე კიდევ დავამატებდი, რომ აუცილებლად მიდით ექიმთან, თუ კი ხალი მტკივნეულია, წვის ან ქავილის შეგრძნება აღინიშნება, სითხე ან სისხლისდის და თუ გაგიჩნდათ ხალი, მას შემდეგ რაც 30 წელს გადააბიჭეთ. აი ამ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს. მოდი ვნახოთ როგორია საქართველოში კანის კიბოს და მათ შორის მელანომის სტატისტიკა. 2013 წელს გარდაიცვალა კანის კიბოთი 48 პაციენტი. რაც შეეხება მელანომას, რომელიც გაცილებით უფრო ავთვისებიანობით ხასიათდება, წლის განმავლობაში დარეგისტრირებული იყო 76 შემთხვევა, ხოლო წლის ბოლოსთვის ჰქონდა 260 შემთხვევა, 28 მათგანი არის გარდაცვლილი. თუ პროცენტული მაჩვენებლებით შევადარებ, კანის კიბოთი დაავადებულები, ზოგადად კიბოთი დაავადებულების დაახლოებით 8%-ში ადგენენ და მათი დაახლოებით 46% ცოცხალია დიაგნოზის დასმიდან 5 და მეტი წლის განმავლობაში. ცოტა ხანში ექიმებში. ვინ არიან ექიმების სამყაროების კონკურენტები? მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიმები. ჩვენ სერიოზული კონკურენტები ვართ. ფორმას ადიშოვეთ, ძალიან მომწონს, რაღაც кайფერი. საინტერესო რჩევები მივიღეთ გადაცემის წინა ნაწილში, თუ როგორ უნდა შევაფასოთ ხალის საგანგაშოა თუ არა და საინტერესოა როგორ ხდება ხალის დიაგნოსტიკა ექიმთან და როგორ ადგენს ექიმი სიმსივნურია თუ არა რომელიმე წარმონაქმნი კანზე. ამ ყველაფრის გასაგებად სპეციალისტი დავპატიჟოთ სტუდიაში, გთხოვთ მიესალმოთ მედიცინის დოქტორი, პროფესორი, დერმატოლოგი ქალბატონი ლალი მეკოკიშვილი. Აბზანდით ქალბატონ ლალი. ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ის ნიშნები, რომელიც შეიძლება მელანომის მანიშნებელი იყოს და ყველას ძალიან გვაინტერესებს, როგორ ხდება ხალის დიაგნოსტიკა უკვე ექიმთან. 6 მმ-ზე ნაკლები ზომის სიმსივნე პაციენტმა შეიძლება ვერ შეაფასოს როგორც საშიში და სწორედ აქ ერთვება დიაგნოსტიკის ის მეთოდი, რასაც ქვია დერმატოსკოპია, რომელიც საშუალებას იძლევა 1-2 მმ-ის ზომის მელანომაც კი დავინახოთ. ანუ ისეთი ზომები, რომელიც პაციენტისთვის შეიძლება შეუმჩნეველი ის არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ექიმისთვისაც შეუიარაღებელი თვალით. შეიძლება ეხლა სტუდიაშივე გავაკეთოთ ლენუკას ხალის დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული შიშები ქონდა და ეხაც ბოლომდე არ არის დარწმუნებული და პირველ რიგში ჩვენ ვიწყებთ ხოლმე მის დათვალიერებას ზომით ეს გახლავთ რა თქმა უნდა 6 მმ-ზე დიდი ზომის. ეხლა მე შევხედავ ამას ჯერ შე როგორ აკვირდები შეიცვალა ამ ხალმა ფორმა შემოსაკუთრებასთან. არ შეცვლა, არც ეს კარგი ნიშანია, ხო? კი ბატონო, ეს კარგი ნიშანია და არც ფერი არ შეცვლა. ჩვენ შეგვიძლია მისი ფოტო დოკუმენტირება, ანუ გადავიტანოთ ეკრანზე, შემდეგ გარკვეულ პერიოდში თუ კი მონიტორინგს საჭიროებს ეს ხალი, ანუ განმეორებით გვინდა შევაფასოთ, იცვლება თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ეს მილიმეტრებში ცვალებადობაც შევნიშნოთ, ამიტომ გვაქვს საშუალება ორი სურათი დავდოთ ერთმანეთის გვერდით და შევაფასოთ, არის თუ არა ცვლილება. ეს არ საჭიროებს ნამდვილად რაიმე ინვაზიურ ჩარევას, იმიტომ რომ ხალი გამოიყურება უნებლად. ჩვენ ეს გადაგვაქვს ახლა ეკრანზე. ეს შეგვიძლია ეკრანზე ვნახოთ, ხო, ეს გადიდებული ფოტო უკვე. ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ ეკრანზე. აქ ვხედავთ თმის, ანუ ეს არის თმის, 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 ეს არის თმ
ფოლიკულებიდან გამოსულ თმის ღერს და ვხედავთ თანაბარ მუქ პიგმენტაციას, რაც არის აბსოლუტურად ნორმა. როდესაც წარმონაქმნი მუქია, ეს იმის ნიშანია, რომ პიგმენტური უჯრედები არიან ზედაპირზე ეპიდერმისში. ჩვენ გვაქვს შედარებით უფერო ხალებიც, ეს იმის ნიშანია, რომ პიგმენტური უჯრედები არის ღრმად დერმაში და ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ ზედაპირზე. საერთოდ არსებობს უპიგმენტო მელანომაც, ეს ყველაზე უფრო რთული სადიაგნოსტიკო ვარიანტია. არ არის აუცილებელი მელანომა ხალიდან წარმოიქმნეს. სწორედ ის 1-2 მილიმეტრის წარმონაქმნი, რომელიც პაციენტს ხალი გონია, ზოგჯერ არის პირველადი მელანომა. ანუ არც ერთი ადამიანი არ არის პრინციპში დაზღვეული იმისგან, რომ მელანომა გაჩნდეს, მით უმეტეს რომ ძალიან სამხრეთულ ქვეყანაში ვცხოვრობ და მზე უყვარს ყველას და რუჯი. ამიტომ თუ კანზე რამე ახალი წარმონაქმნი შეამჩნია ადამიანმა, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის მერე აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. მე მგონი ლენუკა ცოტა დავამშვიდეთ ახლა. ლენუკა სანერვულო ნამდვილად არაფერი არ აქვს, თუ რაიმე ჩივილები არ გექნება, ერთი წელი თავისუფალი ხარ, ერთი წლის შემდეგ შეგიძლია ჩაიტარო გამოკვლევა, მით უმეტეს მე თუ მკითხავ ძალიან გიხდება ეგ ხალი ასე რომ მშვიდად. ეს მისი რენომია მეც ესე ვთვლი. ალბათ ლალი მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ დეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ანუ 31 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში კანის უფასო გამოკვლევები. ეს მოხდება ევრომელანომის კვირეულის ფარგლებში, ვისაც აქვს კანზე რაიმე საეჭვო წარმონაქმნი, წინასწარ ჩასაწერად მსურველებმა უნდა დაარეკო ტელეფონის ნომერებზე, რომელიც ეკრანზე არის ნაჩვენები და წინასწარ ჩაეწეროთ ექიმთან. სხვათა შორის ევრომელანომის კვირეულს ჩვენი გადაცემაც შეუერთდა და ხალების უფასო დიაგნოსტიკა ექიმების ჟურნალისტმა ნინი ჭიკვილაძემაც ჩაატარა სპეციალისტთან ერთად, რა თქმა უნდა. მოდით ახლა მოვძებნოთ პაციენტი, რომელიც გაიკეთებს კანის დიაგნოსტიკას. აი მოდით მაგალითად ამ გოგოსთან მივიდეთ. გამარჯობა, ჩვენ ვართ გადაცემა ექიმებიდან და გვინდა რომ გაკეთოთ კანის დიაგნოსტიკა, თუ იქნებით რა თქმა უნდა თანახმა. კი ბატონო. ხალი არის უმნიშვნელო მცირე ზომის, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, უბრალოდ მზეს მაინც მოვერიდოთ. წავედით, ახლა ვნახოთ მეორე პაციენტი. ვაკეთებთ კანის უფასო დიაგნოსტიკას, თუ იქნებით თანახმა, თქვენც ასევე გაგიკეთებთ. კი ბატონო, სიამოვნებით. გასწორეთ თან, მშვიდად შეგიძლიათ იყოთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ბატონო, თუ გაქვთ სურვილი რომ გაიკეთოთ კანის დიაგნოსტიკა. კი ბატონო. აი როგორც ხედავთ, აქეთ მხარეს და აი აქეთ მხარესაც მაქვს ხალები. და არასდროს არ გამიკეთებია დიაგნოსტიკა და სპეციალისტი ხალბატონი ნელი გამიკეთებს ახლა ხალზე დიაგნოსტიკას და ვნახავ არის თუ არა საშიში. ნამდვილად არაფერი საშიში არ არის, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. დიდი მადლობა. მოკლედ გადაცემის ამ ნაწილში დავრწმუნდით იმაში, რომ აუცილებელია გავიკეთოთ დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ გამოვავლინოთ თუ გვაქვს რაიმე პათოლოგიური წანაზარდები კანზე. გავიგეთ, რომ კანის სიმსივნე არის ერთადერთი სიმსივნე, რომელიც თვალით ჩანს, ამიტომ თვით დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ლენუკას, რომ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ხალბატონო ლალი, საერთოდ საინტერესო ინფორმაციისთვის. არ გადახვდეთ, ექიმები გრძელდება. გადაცემის ბოლოსთვის, როგორც ყოველთვის, გემრიელი ლუკმა შემოვინახეთ. რამდენიმე დღის წინ ექიმების მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაგვახარა და აგვაფორიაკა ერთმა ვიდეომ, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. ვიდეო გადაიღეს ხობის პირველი საჯარო სკოლის ძალიან მაგარმა მერვე კლასელმა მოსწავლეებმა და მათ ზუსტად ერთ-ერთში გაიმეორეს ჩვენი ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც სტრესსა და ნერვებს ეხებოდა. გადაცემა ექიმები, როგორც ყოველთვის მე, მარი, გიორგი და ნიკო, ვისაუბრებთ თქვენი საინტერესო სამედიცინო თემებზე. მოდით კიდევ ერთი სტრესო სამსახურიანი ხალბატონი მოვიძიოთ სტუდიაში. ახლა კი გთხოვთ უბრალოდ გლორისთვის მოსალოდეთ თქვენი შულები. იცი არის თუ რეალური? ჩვენი ბალიშების ბრძოლა. 25 წუთიანი ვიდეოა და რამდენჯერმე უყურე გადაბუნა და ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან. მართლა ძალიან მაგარი ბავშვები არიან. როგორ დაუზეპირებიათ მთელი გადაცემის ტექსტი, ამის დამახსოვრება ჩვენს გვიჭირს ხოლმე და ანუ საათნახევარი გახარებული იჯექი. კი. მე კიდე ოპერატორის ნამუშევარიც მომეწონა, როგორც სრულფასოვნად ქონდა გადაღებული დარბაზის რეაქცია, ბავშვების რეაქცია და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ბავშვები ექიმებს უყურებენ და სასარგებლო ინფორმაციას იმახსოვრებენ. ამ ვიდეოს შემდეგ ჩვენ ერთხმად გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები ჩვენთან გადაცემაში მოგვეწვია და სწორედ ახლა პატივი გვაქვს სტუდიაში დავპატიჟოთ ხობის პირველი საჯარო სკოლის მერვე კლასში მომზადებული გადაცემა ექიმების წამყვანები ანრი, მარი, გიორგი და ნიკო.
მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიპები, როგორც ყოველთვის. მე მარი, გიორგი და ნიკო ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. აქტივებიათ მუცელი გამოცდის წინ, ან აქ-ჩქარებიათ გულიცემა პირველ პაიმანზე. ეს სხვა არაფერია თუ არა სტრესი. იცოდეთ, რომ სტრესი ყოველთვის ნეგატიური არ არის. მაგრამ როდესაც სტრესი დიდხანს გრძელდება, ისეთი მიზეზები, როგორიცაა გადატვირთული საავტომობილო მოძრაობები, სტრესმა შეიძლება თქვენი ორგანიზმი გამოფიტოს და დააზიანოს. მე მგონი ჩვენ სერიოზული კონკურენტები გვყავს, ამის შემდეგ ძალიან უნდა მოვინდომოთ, თორემ ჩვენს პროდიუსერს თქვენ აშკარად მოეწონეთ და შეიძლება აქ ცვლილებებზეც იყოს ცოტა ხანში რაც სიახლეები. ასე რომ მეგობრებო, უფრო მეტი მომდომები. პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ სპეციალურად ჩვენთვის ჩამოხვედით ხობიდან 5 საათი იმგზავრეთ, არა? დიახ. და მინდა მივესალმოთ თქვენს კლასელებს, მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს, რომელიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ და დარბაზში არიან ამჟამად ჩვენთან ყველანი სტუმრად მოსულები. პირველ რიგში უნდა გკითხოთ, ვის გაუჩნდა ეს იდეა თქვენგან? საიდან წამოვიდა ეს იდეა, რომ მოგემზადებინათ ეს ძალიან მაგარი შოუს ანალოგი, როგორც ჩვენი ექიმები? ძირითადად იდეა ჩვენგან იყო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უყურებთ ამ გადაცემას. გადაცემას უყურე გუში ეს იყო ის მომეწონა, ის არ მომეწონა და ერთხელაც თქვენს ალბათ მოდი ჩვენს გავაკეთოთ რა. არა, მე ვიცი სტრესი რატო აირჩიეს. ის ბალიშები მოეწონა. იმიტომ აირჩიეთ, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი დედამიწის პრობლემა არის სტრესი და ყველა ადამიანს აწუხებს. ესა თუ ის სხვადასხვა სტრესი, მაგალითად სხვადასხვა მიზეზების გამო, ამიტომ ჩვენს გადავწყვეტეთ, რომ ჩვენ მიგვეცადოთ მითითებები თუ როგორ უნდა გავუკლავდეს სტრესი ხობის მოსახლეობისთვის. ისეთი პასუხი გაქვთ ჩვენი ორგანიზაციაში ეთიკას. ნიკო, ფორმას ადიშოვე ძალიან მომწონს, რაღაც კაი ფერი. მე ვერ ვიშოვე ესეთი ფერის ფორმა. დედაჩემი პედიატრია, ბავშვთა ექიმი და ძალიან ბევრი ნაცნობი ვიყავს და შენთან რა ხდება, ვინ არის ქირურგი? მე ძალიან მომწონს შენ რასაც აკეთებ, როგორც აკეთებ და ყველაზე მაგრად მომწონს ის ტექსტი, აი რაღაც რო ტეხავს. როგორ არის ეგ ამბავი? ანუ სპეციალისტისგან დახმარების მიღება სულაც არ არის სირცხვილი და არ ტეხავს. როგორ მიმდინარეობდა რეპეტიციები? ან რამდენჯერ გაიარეთ ეს რეპეტიცია? მოგვიყევით ეს ტექსტი როგორ დაიზეპირეთ? ჩვენ აი რამდენი აპარატურა გვეხმარება, რომ ეს ყველაფერი ესე კარგად ვისაუბროთ და თქვენ არაფერი აგერ დაждდა შენი მეგობარი და უცებ-უცებ ჩამოაყალიბა ყველაფერი. პირველ რიგში მოხდა როლების განაწილება, მეორე დღეს უკვე დავიწყეთ ტექსტების განაწილება და ერთი სიტყვით ეს თვითონ ეს შოუ დაიდგა ერთ კვირაში. უმოკლეს პერიოდში შოუ დაიდგა. ამისთვის რამოდენიმე თვე მემზადებოდი. ხაში არა ამბავსო. პერიოდულად ჩვენ გვაქვს ხოლმე ისეთი სიტუაციები, როდესაც 4 წამყვანიდან რომელიღაცას არ ცალია და ხანდახან ხო არ შემოგეხმიანოთ, რომ ჩაგვენაცვლოთ ხოლმე. ჩვენს დაკავებულები ვართ. სწავლა, მერვე კლასში, არდვილი არ არის, მე გადაცემის კეთება. არ გამოგივიდა კოტე შატალო ხო ხედავ? არ გამოგივიდა. ხო, ანუ ჩვენ ისევ ჩვენ საქმეს გავაგზავნებთ. მე მასწავლებელს მინდა ვკითხო, როგორ განავითარეთ ეს? ვიცით რომ ქალბატონ თამილა თქვენ ბრძანდებით ბიოლოგიის მასწავლებელი და როგორ მოხდა ამ პროექტის მომზადება? იმიტომ რომ სკოლებში დღეს ბევრი პროექტები მზადდება, მაგრამ ესეთი უცებ და მოკლე პერიოდში ტელეპროექტის ათვისება და სატელევიზიო სივრცეში ამის გადმოტანა და ასეთი პოპულარობის მიღება ასეთ მოკლე პერიოდში ბევრს წილად არ ხვდა, ასე რომ რა იყო? მაგრამ აიტაცა ძალიან ბევრი ნახვა აქ YouTube-ზე. რამ დაგაწყებინათ ეს ყველაფერი? მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისათვის. მინდა მადლობა უთხრა გადაცემა ექიმების თელ შემოქმედ ჯგუფს და ბოლოს ინტერნეტ სივრცეს, რომ არა ეს სივრცე ჩვენი გადაცემა, ჩვენი ეგრეთ წოდებული ანრის სიცელქე დარჩებოდა სკოლების ანრის სიცელქე კედლებში. ყოველი კვირის დასაწყისში თქვენი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გაკვეთილი იწყებოდა, მე უყურე ექიმებს, მე მოვისმინე ეს, მე ასე და თქვენი გადაცემა ძალიან მეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. ეს გადაცემა იმდენად მშობლიური გახდა ჩვენთვის, რომ მე ყოველ დღე ველოდებოდი ბავშვებისგან დღეს რა მოისმინეს, ან შემდეგში რა იგეგმება. მადლობა და ბავშვებს მინდა ვკითხო, ყველაზე ძალიან რა დაგამახსოვრდათ ჩვენი გავლილი გადაცემებიდან? აი, ანდრი, შენ გითხარი პირველმა. დიაბეტთან დაკავშირებით რა იყო გადაცემა? კარგი, შენ? ყველაზე მეტად სტრესი დამამახსოვრდა, ამიტომაც კარგი მეტი, всё, სტრესები გავიარეთ შენ. თამბაქოს მოხმარება. და იმედია რომ არასდროს არ მოიხმარ თამბაქოს. ძალიან კარგი. ლევან, ბოდიში, ნიკო შენ.
ჩემთვის რთული იქნება კონკრეტული მომენტი აღწერო თქვენი გადაცემებიდან. ნუ ყოველ შემთხვევაში საერთო ჯამში მოგწონს, მაგრამ მაინც რომელი დაგახმახსოვრდა ყველა ბალიშების ბრძოლა როგორი ბალიშების ომი დაგახმახსოვრდა რა. ჩვენ ფსიქოლოგიას მიესადაგება. ბავშვებს ფსიქოლოგიას. ჩვენ ვახსენეთ, რომ ინტერნეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ვიდეო გამختارიყო ასეთი პოპულარული, ვიდეო რომელიც ჰობის სკოლაში გადაიღეს და მე მინდა ვკითხო ჩვენი Facebook-ის ექიმების გვერდის ადმინისტრატორს ნატო ბელქანიას, თხოვთ მიესალმოთ ჩვენს მარჯვენა ხელს ინტერნეტ სივრცეში. ნატო, როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეო ჩვენს გვერდზე? ეს ვიდეო შენი როლის შემსრულებელმა ანრიმ გააზიარა ჩვენთან კედელზე და თან ესე დააწერა კიდევაც, რომ ეს არის ექიმების ანალოგი ჩვენი ხობის სკოლის და ისეთი სათაური ქონდა, რომ დამაინტერესა მეთქი რა გააკეთესავა და რომ ჩავერთე ვიდეო, ისეთი საყვარლები იყვნენ და ისეთი კარგები იყვნენ, როგორც ლევანმა თქვა, წაღანე ღიმილი არ მომშორებია სახიდან და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ორი რამე გამეკეთებინა, პირველ რიგში ჩვენს გვერდზე გაგვეზიარებინა და მე აუცილებლად ჩვენი პროდიუსერებისთვის გადაგვიგზავნა, რომ ნახეთ რას აკეთებენ ბავშვები, აი ჩვენი გადაცემა ნახეს და აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ ჩვენი გადაცემის ანალოგიას. და პროდიუსერმა რა ქნა შემდეგ? და უკვე ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ბავშვები ჩამოგვეყვანა აქ. ამიტომ მე აქვე მინდა ვთხოვოთ ჩვენი გვერდის სხვა მომხმარებლებსაც, რომ თუ კი აკეთებთ მსგავს რამეს, თუ კი ჩვენი გადაცემის ანალოგებს, ან არა მხოლოდ ანალოგებს, არამედ მისი ინსპირაციით და შთაგონებით დგამთ რამეს, აუცილებლად გადაიღეთ, ჩაწერეთ ვიდეოები, გამოგვიგზავნეთ და როგორც მინიმუმ ჩვენს გვერდზე აუცილებლად გავაზიარებთ და ძალიან გაგვიხარდება. ძალიან დიდი მადლობა ნატო. რა ვიცი, მეც ჩემს Facebook-ის გვერდზე და ვისაც გვაქვს Facebook-ი, ყველამ გავაზიარეთ ანრის მიერ დადებული ექსკლუზიური ვიდეო და ეს ძალიან კარგია. და ახლა ჩვენ პატარა სურპრიზი მოუმზადეთ ბავშვებს, პატარა საჩუქრები დაგახვედრეთ. კოტე, საერთოდ საჩუქრებს დაარიგებდე და სიურპრიზებზე იქნებოდა კითხვა აქვს. აპირებთ გაგრძელებას გადაცემების გაკეთების. ინგლისურ ფურს გავაკეთებ და ინგლისში მოგვიწვევ. კოტე, ბავშვებს უნდა ამერიკაში მოქმედ დოქტორსებში და გააგრძელეთ. თქვენ ყველაფრის შანსი და მარიდა, მე როგორც მიხდი, ინიციატორი შენ ხარ თემის შერჩევის და აი შემდეგი გადაცემის თემა რა იქნება თქვენ? შემდეგი გადაცემა ალბათ ყველაზე მეტად რაც მოგვეწონება ალბათ მომავალში. თქვენ ჩატარებულ. ჩვენზე? ჩვენ ძალიან უნდა მოვინდომოთ. ის ერთი წელი გასვით, ერთი გადაცემა მოიწონოთ. და ეხლა ჩვენგან პატარა საჩუქრები, ექიმების ლოგოთი სამახსოვროდ დაგჭირდათ. ეს თქვენ. შეგიძლიათ გადაიცვათ თუ მოახერხებთ ეს თქვენ და ესეც ნიკოს. და სხვათა შორის თქვენი თანაკაცელებისთვისაც გვაქვს იგივე საჩუქრები, სამახსოვროდ დაგჭირდათ. ჩვენი კოორდინატორები ახლა დაარიგებენ ამ საჩუქრებს სტუდიაში. კარგია, ეს გაისწორე. თქვენი თანაკაცელები თუ გადაიცვევენ ახლა ამ მაისურებს და ბევრი ექიმები ვიქნებით სტუდიაში. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფოტოების გადაღება გადაცემის შემდეგ და ყველანი მოდით ერთად ჩვენთან გადავიღოთ ფოტოები, რაც დაგვრჩება ჩვენ სამახსოვროდ ძალიან დიდ ხანს. ექიმები, ერთი კვირით გემშვიდობებათ დროებით.